გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ვახო ჯაფარიძე, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და ეს არის ჩემი ყოველკვირეული რუბრიკა კითხვა ფსიქოლოგსაც. თქვენ სვავთ შეკითხვებს, მიგზავნით პირად მიმოწერაში და შემდეგ მე ასეთ ვიდეო ფორმატში ვპასუხობ თქვენს შეკითხვებს და ვცდილობ ისეთნაირად გიპასუხოთ, ისეთნაირი რეკომენდაცია მოგცეთ, რომ ეს იყოს, ასე ვთქვათ, სასარგებლო ყველა იმ ადამიანისთვისაც, ვინც ამ ვიდეოს შემდეგ ნახავს და ანალოგიურ პრობლემას ებრძვის. მაშინ სადამე წავიკითხოთ პირველი შეკითხვა. როგორ გავთავისუფლდე წარსულის მტკივნეული მოგონებებისაგან? უყურეთ, როდესაც საუბარია მტკივნეულ მოგონებებზე, ნებისმიერ მტკივნეულ მოგონებას აქვს ორი ნაწილი, ორი კომპონენტი. ერთი არის ფიზიოლოგიური, მეორე არის ფსიქოლოგიური. რაც შეეხება ფიზიოლოგიურ კომპონენტს, როდესაც ჩვენ ფსიქოლოგიურ ტრავმას ვღებულობთ და ასე ვთქვათ, მტკივნეული მოგონება სხვანაირ პროფესიონალურ ენაზე ჟღერს როგორც ფსიქოტრაუმა, ხო? ამ შემთხვევაში ყალიბდება ნეირონული კავშირი მეხსიერებასა და ტკივილის ზონას შორის და სანამ ეს კავშირი არსებობს, რამდენჯერაც გაგახსენდება ეს რაღაცა, იმდენჯერ მოგაყენებს ტკივილს. შესაბამისად, აქ არის კვალიფიციური მუშაობა საჭირო იმისათვის, რომ ეს ჩაიხსნას, ხო? რომ ამ მოგონებებზე ფიქრის დროს ტკივილის ზონის გააქტიურება არ ხდებოდეს. აქ სხვადასხვა ტექნიკები გამოიყენება, სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება, რომელსაც ცოტა ხანში მოგიყვებით. ერთ-ერთ ყოველ შემთხვევაში, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს. და მეორე ფსიქოლოგიური კომპონენტი, მტკივნეული მოგონებების, ეს არის ის ნეგატიური დასკვნები, რაც გააკეთეთ საკუთარი თავის შესახებ, საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, საკუთარი უნარების შესახებ და ასე შემდეგ, ხო? როგორც წესი, ფსიქოტრაუმების შედეგად გაკეთებული დასკვნები, ასე ვთქვათ, მიგვითითებს ჩვენ არასრულფასოვნებაზე და გვაჯერებს, რომ ვართ არასრულფასოვნები რაღაცა ასპექტში. რაც შემდეგ, ასე ვთქვათ, შემდგომ ცხოვრებაში ზეგავლენას ახდენს ჩვენზე და მნიშვნელოვნად ბზღუდავს. იმისათვის, რომ საკუთარ თავს, ასე ვთქვათ, პირველადი დახმარება აღმოუჩინოთ, მტკივნეული მოგონებისგან გათავისუფლებაში ვაკეთებთ რას? ესე იგი, უნდა დახუჭოთ თვალი და 0-დან 10-მდე გაზომოთ, რამდენად მტკივნეულია ეს მოგონება. შემდეგ დაფიქრდით, როდესაც ამას იხსენებთ, ეს მოგონება თავს გაგრძნობინებთ როგორად და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიპოვოთ ზედსართავი სახელი. მაგალითად, დათრგუნულად. შემდეგ მოიფიქრეთ ამ ნეგატიური ზედსართავი სახელის პოზიტიური, ასე ვთქვათ, საწინააღმდეგო ზედსართავი სახელი, ხო, მაგალითად, ლაღი. შემდეგ დააყენეთ ტაიმერი 10 წუთზე, 10 წუთის განმავლობაში, დაადეთ ეს ერთი ხელი მეორეს და დაიწყეთ ესეთი მოძრაობის გაკეთება, რომ უფრო მოფერებას გავდეს ვიდრე რაღაცა სავარჯიშოს, ხო? შემდგომ წაიღეთ ესე ხელები ერთ მხარეს და თქვით ნეგატიური ზედსართავი სახელი, მაგალითად დათრგუნული ჩვენ შემთხვევაში, ხო? მერე წამოიღეთ ასე მეორე მხარეს და თქვით ლაღი. შემდეგ ისევ აქეთ მხარეს დათრგუნული. შემდეგ ისევ იქით მხარეს ლაღი. და ესე აკეთეთ ხელის მოძრაობები და ამ სიტყვების გამეორებები, 10 წუთის განმავლობაში და გააკეთეთ ეს ყველაფერი დახუჭული თვალით. ამ დროს შეიძლება წამოვიდეს რაღაცა გრძნობები, ემოციები, აზრები, ფიქრები, ისეთი რაღაცები გაგახსენდეს, რაც დავიწყებული ქონდა, გაიხანია და ეს ნორმალურია ყველაფერი, მთავარია ეს 10 წუთი ეს მოძრაობა გააკეთეთ. შემდგომ 10 წუთში გაახილეთ თვალი, ცოტა გაიარგა მოიარეთ და ისევ მიუბრუნდით ამ ნეგატიურ მოგონებას, დაფიქრდით მასზე და ნახეთ 0-დან 10-მდე რამდენად გაყენებთ ტკივილს. თუ ეს ტკივილი არის 4-ზე ან უფრო დაბლა, ესე იგი თქვენ გათავისუფლდით ამ ნეგატიური მოგონებისგან და დაარჩენს ფსიქიკა თვითონ დაამუშავებს. თუ ვერა, მაშინ მობრძანდით პირად კონსულტაციაზე, იმიტომ რომ აქ უფრო სიღრმისეული მუშაობა და დახმარება გესაჭიროებათ. იმისთვის, რომ პირად კონსულტაციაზე შეძლოთ ჩემთან მაგალითად მოსვლა, შეგიძლიათ Facebook-ზე ნახოთ ჩემი გვერდი ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე. ამ ვიდეოს ქვეშ იქნება ჩემი Facebook page-ის ბმული და იქ პირად მიმოწერაში მომწერეთ პირად კონსულტაციასთან დაკავშირებით და უცებად დაგეხმარებით. შემდეგი შეკითხვა. ბოლო დროს ხშირად მეფიქრება იმაზე, თუ როგორ აისახება განქორწინება ბავშვებზე. ერთი განსაკუთრებით განიცდის, არ ვიცი, გადავდგა თუ არა ეს ნაბიჯი თითქოს რაღაც მაკავებს.
ასე თეორიულად რო გითხრათ, ხო, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ზუსტი რეკომენდაცია რომ მოგცეთ ამ შემთხვევაში. უშუალოდ თქვენ მჭირდებით და მეტი ინფორმაცია, ხო? ასე ვთქვათ, პირისპირ საუბარი ამისთვის საჭირო. ზოგადად, კი, განქორწინება იმოქმედებს ბავშვებზე. ასევე ბავშვებზე იმოქმედებს ტოქსიკურ პირობებში ცხოვრების გაგრძელებაც. შესაბამისად, თუ მიიღეთ განქორწინების გადაწყვეტილება და აქ მნიშვნელოვანია მშობლების თანამშრომლობა, მოდი ესე დავარქვათ, რომ მშობლებმა ერთად გააგებინონ შვილებს, რომ ასე ვთქვათ, შვილებს კი არ ეყრებიან, ხო, ერთმანეთს ეყრებიან. და შესაბამისად, შვილებთან კონტაქტი არის შესამარჯვნებელი. ამ შემთხვევაში ბუნებრივია რეკომენდირებულია პროფესიონალური დახმარება ამ შემთხვევაში. პირველი რომ შეძლოთ გარკვევა, ასე ვთქვათ, საკუთარ თავში, გსურთ თუ არა განქორწინება, იმიტომ რომ მე მქონია პრაქტიკაში მაგალითად ესეთი შემთხვევები, რომ ადამიანები განქორწინების პირას იდგნენ, მაგრამ რამდენიმე კონსულტაციაში დაალაგდა მათი ურთიერთობა გადასარევად, ხო? ამიტომ ასე ვთქვათ, უფრო ღრმად გარკვევა ამ საკითხებში საჭირო. ეს ერთი. და თუ გადაწყვეტთ განქორწინებას, ამ შემთხვევაში ბავშვებს მაინც დაჭირდებათ პროფესიონალი საბავშვო ფსიქოლოგის დახმარება. და შემდეგი შეკითხვა. ალკოჰოლზე დამოკიდებულებას თუ შველით. ალკოჰოლზე დამოკიდებულება რომ ასე ვთქვათ, გადალახოთ, ამისთვის გჭირდებათ აუცილებლად მიმართოთ ექიმ ნარკოლოგს, ხო, რომელიც დანიშნავს შესაბამის მკურნალობას და პლუს ფსიქოთერაპიას, იმიტომ რომ იმისთვის რომ გათავისუფლდეთ ამ დამოკიდებულებისგან აუცილებელი იქნება ცხოვრების წესის გადახედვა და შეცვლა. და აი ამაში შემიძლია დაგეხმაროთ. პირად კონსულტაციაზე ასევე შეგიძლიათ ჩაერთოთ ორიონ კლუბის მუშაობაში. მაქვს, ასე ვთქვათ, ჩემი კლუბი დახურული, სადაც კლუბის წევრების მიერ არის შექმნილი ესეთ საინტერესო მხარდამჭერი სივრცე, სადაც ყოველკვირა ტარდება პრაქტიკული მეცაინეობები, საკუთარ თავზე მუშაობები, შეიძლება ეს გახდეს თქვენთვის ძალიან სასარგებლო. და რახან ვისაუბრეთ კონსულტაციებზე და კლუბზე, ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ცოტა ხანში კონკრეტულად 17 აპრილს არის დაგეგმილი ჩემი ლექცია, მასტერკლასი შიშებთან და შფოთთან დაკავშირებით. 19 აპრილს არის დაგეგმილი ასევე პრაქტიკული ლექცია ეპიგენეტიკის თემაზე, ანუ ჩვენი ასე ვთქვათ, საგვარეულო გავლენების თემაზე, როგორ მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე წინა თაობების, ასე ვთქვათ, ცხოვრებაში მომხდარი ამბები. ასევე აუცილებლად დაიდება ცოტა ხანში სიღრმისეული ტრანსფორმაციის ორთვიანი კურსის ანონსი. ასევე მინდა ჩავატარო ჰიპნოზის ტრენინგი, რომელიც 3 მოდულისგან შედგება დამწყებთათვის, ასე ვთქვათ, შემდეგ უფრო მომზადებულთათვის და მესამე მოდული იქნება ჰიპნოზის სპეციალური ტექნიკების შესახებ, ასე ვთქვათ. ასევე უახლოეს მომავალში აუცილებლად დავდებ ჩემი ფინანსური მარათონის ანონსს. თუ გსურთ ფინანსური კეთილდღეობის გაუმჯობესება, საუკეთესო შესაძლებლობა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ რამდენი წელია აგერ ვატარებ და ფანტასტიკური შედეგები აქვს მონაწილეებს. და ასევე ჩავატარებ ურთიერთობების თემაზე ტრენინგს. ასე რომ გამოიწერეთ ჩემი page-ი, ფსიქოლოგი ვახტანგ ჯაფარიძე და ადევნეთ თვალყური ანონსებს. აბა წავიკითხოთ შემდეგი შეკითხვა. როგორ გავიგო ადამიანი ტემპერამენტით რამდენად შემეფერება? აქ გამოვყოფდი ორ რაღაცას, ორ რამეს დააკვირდით. ესე იგი, იმისთვის რომ გავიგოთ ტემპერამენტის თვალსაზრისით რამდენად შევეფერებით ერთმანეთს, პირველი დააკვირდით რას? რამდენად ხართ თქვენ მდგრადი და სტაბილური.
ანუ არიან ადამიანები, ვისაც ძალიან მოწონს ერთი და იგივე რაღაცეების კეთება, ერთნაირი ცხოვრების წესი, დაგეგმილად ცხოვრება, და არსებობენ ადამიანები, ვისაც ძალიან უყვარს სპონტანურობა, ზოგჯერ ქაოსის ზღვარზე, ხო? ესე იგი, აი აქ თუ ვერ ემთხვევით ერთმანეთს, შეიძლება გაგიჭირდეთ. ეს ერთი. მეორე, ენერგიულობა. აი არსებობენ ძალიან ენერგიული და დაუღალავი ადამიანები, ხო? რომ მაგალითად აი შეიძლება დღეღამეში ეძინოთ 3 საათი და მაინც იყვნენ ხოჭაღად, ასე ვთქვათ და თქვენ რამდენად ხართ ენერგიული. რამდენად შეესაბამებით აქ ერთმანეთს, რატო? იმიტომ რომ მაგალითად თქვენ პარტნიორს დასვენება უნდა, ხო? რაღაც მოდუნება უნდა და თქვენ პირიქით რაღაც აქტივობა გინდათ და სადღაც წასვლა, რაღაცეების კეთება და ასე შემდეგ. აქაც შეიძლება ერთმანეთს ასწრებთ. ამიტომ აი ამ ორ რაღაცას დააკვირდით, ხო? სპონტანურობა, ასე ვთქვათ, დაგეგმილი ცხოვრებისკენ მიდრეკილება და ენერგიულობის დონე თქვენი და მისი. აი ამას თუ დააკვირდებით, დაახლოებით გასაგები გახდება. რამდენად შეეფერებით ერთმანეთს ტემპერამენტის თვალსაზრისით. შემდეგი შეკითხვა. როგორ შევაყვაროთ თავი წარმატებულ მამაკაცს? საინტერესო შეკითხვაა. იმიტომ რომ წარმატებული მამაკაცი, ეს არის მამაკაცი, რომელსაც გამარჯვების, მიღწევის мотиваცია აქვს მაღალი. შესაბამისად, მისი ტესტოსტერონის დონეც იქნება მაღალი. შესაბამისად, მასში მამაკაცური თვისებები იქნება საკმაოდ გამოხატული. იმისათვის, რომ თქვენ გახდეთ მისთვის საინტერესო, გაიგოთ ერთი მარტივი რაღაც. მას არ ჭირდება მეორე მამაკაცი გვერდში. ასე ვთქვათ, ქალის შესახედაობით. მას ჭირდება გვერდზე ნამდვილი ქალი. აი, რამდენადაც მას აქვს მამაკაცური თვისებები გამოხატული, იმდენად თქვენში უნდა იყოს გამოხატული ქალური თვისებები. რა არის ქალური თვისებები? 4 რაღაცას გამოვყოფდი. პირველი, ეს არის სექსუალური ბლოკების ჩახსნილობა, ხო? და აქ არ არის საუბარი რაღაც იმაზე, რომ ვულგარულად იქცეოდეთ და გამომწვევად გეცვათ და რაღაც. არა, აბსოლუტურად. სექსუალური ენერგია, ჩვენი ლიბიდო აღიქმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ აი საერთოდ არანაირად არ გამოვიყურებით მიმზიდველად და თუ სექსუალური ბლოკები არ გვაქვს. ასე ვთქვათ, ეს იგრძნობა. პირველი, ჯანსაღი სექსუალურობა. მეორე, დედობის უნარი. დედობის უნარი არა მისთვის, არამედ მისი შვილებისთვის, ხო? დედობის უნარი რა არის? ზრუნვის უნარი, მარტივად რო ვთქვათ. სიცოცხლის გაჩენის და სიცოცხლეზე ზრუნვის უნარი. მესამე თვისება, ეს არის ზნეობრიობა. ზნეობრიობა, რომ იყოთ, ასე ვთქვათ, თქვენი მამაკაცისთვის ღირსეული თანამოაზრე და რომ იყოთ, ასე ვთქვათ, მისთვის სანდო ადამიანი. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში სანდოობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. უღალატობას თუ გნებავთ. და მეოთხე, ეს არის ქალური სიბრძნე. ქალურ სიბრძნეში რას გულისხმობ? აქ არის საუბარი იმაზე, რომ გაჩუმდე, რაღაცეები გაატარო. არა, ქალური სიბრძნე, ეს არის ქალების უნარი, ჩაწვდნენ რაღაცა მოვლენების სიღრმისეულ არსს, მაშინაც კი, როდესაც მათ არ აქვთ ამ მოვლენების შესახებ სრული ინფორმაცია, ან შეიძლება საერთოდ არ გქონდეთ არანაირი ინფორმაცია, ხო? ზუსტად ის ქალური ინტუიცია. რადგან ქალს გაცილებით უფრო ძლიერად აქვს ინტუიცია გამოხატული ვიდრე კაცს. შესაბამისად, ქალის ინტუიციური აღქმები შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მამაკაცისთვის. ეს 4 ასპექტი თუ განავითარეთ საკუთარ თავში, იქნებით ძალიან მიმზიდველი საწინააღმდეგო სქესისთვის. დღეისათვის სულ ეს არის. გამომიგზავნეთ თქვენი შეკითხვები, თუ გნებავთ, რომ გაგცეთ პასუხი და მიიღოთ რაღაც მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. გახსოვდეთ, რომ ზუსტად ის შეკითხვა, რომლის დასმაც გერიდებათ ყველას ძალიან, შეიძლება გახდეს თქვენი
ფსიქოლოგიური გამოჯანსაღების გასაღები. გამოიწერეთ ეს არხი, გამოიწერეთ ჩემი პეიჯი Facebook-ში და იცოდეთ, რომ ეს არის ის უსაფრთხო სივრცე, სადაც შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა და აუცილებლად მიიღოთ მასზე პასუხი. მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.